ხაზარაძე ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა. ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული. სრულად უსამართლოდ, თუმცა არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება. ამის შესახებ ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისთვის სრული ხელშეწყობა არსებობდა და ეს საკითხი კონსტიტუციურ გარანტიამდეც კი მივიდა. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმისადმი საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მოქმედებების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული იყო. ცნობისთვის გეტყვით, რომ საქმეზე ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ მეიერმა დავაწააგო და 6.5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. შეგახსენებთ, რომ დავა არბიტრაჟში 2020 წელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმაც დაიწყო. კონსორციუმი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც ინვესტორს ხელი შეეშალა და პროექტის განხორციელება ვერ მოხდა. ჩვენი გუნდის პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალმთიანი აჭარის განვითარება, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებითა და ათვისებით მოვახერხებთ, რომ მაღალმთიან აჭარაში შეწყდება მიგრაცია. ამის შესახებ აჭარაში ქართული ოცნების მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ბეშუმში შუამთობის სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თამაზაშვილმა საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ წელს პირველად მიმართავს მათ სიტყვით ამ სახალხო ღონისძიებაზე. შეგახსენებთ, რომ სულხან თამაზაშვილი პოსტზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც თორნიკე რიჟვაძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. მან ასევე ხაზი გაუსვა მემთაურების როლს და მათი წვლილი დააფასა რეგიონის განვითარებაში. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით 2025 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 12.5 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა. ეს წლიური გეგმის, ანუ 21 მილიარდ 900.000 ლარის 57%-ია. ხაზინის თანახმად, გასული თვის განმავლობაში მობილიზებული გადასახადების მოცულობა 1.900.000 ლარი იყო, რაც აღემატებოდა წინა წლის საშუალო მობილიზების მაჩვენებელს 1.8 მილიონ ლარს. კონკრეტული გადასახადების მიხედვით იანვარ-ივლისის მაჩვენებლები ასე გამოიყურება. პირველ ადგილს DGG იკავებს 4.470 მილიონით, საშემოსავლო გადასახადები 4.32 მილიარდი, მოგების გადასახადი 1.72 მილიარდი, აქციის 1.4 მილიარდი, იმპორტის გადასახადი 84 მილიონი ლარი, სხვა გადასახადები 440 მილიონი ლარი. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ საქართველოს ბანკის, TBC ბანკისა და საქართველოს კაპიტალის მეშვეობით არის წარმოდგენილი. მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდება. საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ფასი 3.74%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 76 გირვანკა სტერლინგს აჭარბებს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 მილიარდ 750 მილიონი გირვანკა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში მათი აქციების ფასი 60.46%-ით გაიზარდა. TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 1.96%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 47 გირვანკა სტერლინგს აჭარბებს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 მილიარდ 610 მილიონი გირვანკა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში მათი აქციების ფასი 41.92%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის აქციებს, ის 0.95%-ით გაიზარდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 21 გირვანკა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 995 მილიონი გირვანკა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში მათი აქციების ფასი 76.16%-ით გაიზარდა. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებით მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის პროცედურა განისაზღვრა. ცვლილება იმ პაციენტებს ეხება, ვინც მანამდე სერვისის კერძო სუბიექტებისგან იღებდა. ოცნების ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯოლაძის განცხადებით, სახელმწიფომ უკვე მოამზადა სარეგისტრაციო პლატფორმა და დეტალურად დაგეგმა პაციენტების გადმოსვლის წესი. ბენეფიციარების რეგისტრაციის გავლა 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში შეეძლებათ. რეგისტრაცია განხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 15-დან 18 საათამდე. რეგისტრაცია ასევე ონლაინ არის შესაძლებელი. სარჯოლაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფას და აღნიშნა, რომ ეს პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება. მიხეილ სარჯოლაძემ ასევე აღნიშნა, რომ კერძო სერვისის მიმწოდებლებთ დაევალათ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და მონაცემების გადაცემა, რაც მკურნალობის სწორ დაგეგმას უზრუნველყოფს. ნეტო დარიცხვის სისტემა 2027 წლის იანვრიდან ამოქმედდება. სემეკის ინფორმაციით ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესში ცვლილებები უკვე შეიტანეს. ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელებისთვის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურების შეღავათი უქმდება. ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ სემეკი დაადგენს ელექტროსადგურის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის, აგრეთვე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობებს. ნეტო დარიცხვის სისტემაზე სრულად გადასვლამდე მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შესაძლებელი ხდება 100 კილოვატამდე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ნეტო დარიცხვის სქემაში იმ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ქსელში, სადაც სადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ პიკური დატვირთვის 20% გადააჭარბა. საუბარია ენერგოპრო ჯორჯიას ქსელზე. უშუალოდ დარიცხვის სისტემაზე კი ქვეყანა 2027 წლის იანვრიდან გადავა.
ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქრუვიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აბუ-დაბი პორტს გრუპის რეგიონალურ გენერალურ დირექტორს შეხვდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში თანამშრომლობაზე, მათ შორის თბილისის მშრალი პორტის პროექტის ფარგლებში. აღინიშნა, რომ ისეთი პროექტები, როგორც არის თბილისის მშრალი პორტი, ხელს უწყობს საქართველოს როგორც სატრანსპორტო ლოგისტიკური ჰაბის მეტად პოზიციონირებას რეგიონული მასშტაბით, აგრეთვე შუა და ეროვნული დამატებითი ტვირთების მოზიდვას. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თბილისის მშრალი პორტის შემდგომი განვითარება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა საქართველოში. სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს. ამავე რელიზიდან ვიგებთ, რომ დავით სონღულაშვილმა ყურადღება საამიროებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის პოტენციალზე გაამახვილა. BMG დაინტერესდა, როგორია საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო ურთიერთობა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად საექსპორტო და საიმპორტო საქონლის დასახელებებში აგროსასურსათო პროდუქტებს არც ისე დიდი ადგილი უკავია და მით უფრო უმსხვილეს სასაქონლო დასახელებების ჩამონათვალში არ გვხვდება. საქსტატის მონაცემებით 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო ბრუნვა მცირედ 2.2%-ით, თუმცა იკლო 163 მილიონ 800.000 დოლარით. წლის ამ პერიოდში ქვეყნებს შორის ვაჭრობა მეორე წელია შემცირების ტენდენციით ხასიათდება. სავაჭრო ურთიერთობებში ექსპორტს მცირე ადგილი უკავია. ამასთან ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით იანვარ-ივნისში საქართველოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქონლის ექსპორტით 27%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაზიდული საქონლის ღირებულება 19 მილიონ 100.000 დოლარი შეადგინა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MISO ინტელექსპრესი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ჯამში 121.100 ლარით დააჯარიმეს. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კომპანიის მიერ რეგულაციების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. დოკუმენტის თანახმად ჯარიმები დაკისრებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების წესით განსაზღვრული შესაბამისი მუხლების საფუძველზე. სააქციო საზოგადოების აქციონერთა კრების შემადგენლობა ასეთია: თავმჯდომარე და წევრები გიორგი სურგულაძე, თავმჯდომარის მოადგილე წევრი ქეთევან ქართველიშვილი, წევრი თეიმურაზ კუცია, გენერალური დირექტორი კი დავით თავართქილაძეა. ძლიერი ქარის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში წოლასა დაონჭევში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ძლიერმა წვიმამ კი მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია და ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა. როგორც BMG-თან ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდაშელი აცხადებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა. გზები გაწმენდილია და რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბრიდან დიდი და პატარა მიტარბის გავლით და ბაბაკურიანამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია იტყობინება. მუნიციპალიტეტის ცნობით პროექტის ფარგლებში 2.7 კილომეტრ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტი რეგიონში განხორციელებული პროექტებისა და მთის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 1.321.920 ლარს შეადგენს.